თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია კუს-ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციას გეგმავენ. პროექტირების ეტაპი უკვე დასრულდა და ტენდერი სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე გამოცხადდა. ტენდერის საერთო ღირებულება 1.100.000 ლარს შეადგენს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს და თბილისელებს მაღალი ხარისხის, სრულიად დაცული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაგირო გზა შესთავაზოს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდება ორივე ქვედა და ზედა შენობა, დამონტაჟდება ახალი გონდოლებისა და საბაგირო გზის მართვის პულტის სისტემა და მთლიანად შეიცვლება გამწევი ბაგირი. კუს-ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია დაწყებულია, ეს არის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული თვალსაზრისით, რადგან ზაფხულის პერიოდში კუს-ტბას ძალიან ბევრი სტუმარი სტუმრობს. კუს-ტბის საბაგირო დაახლოებით 8 თვის პერიოდში ჭირდება ძირითადი სამუშაოების წარმოებას და 8 თვეში თბილისს ექნება კიდევ ერთი დამატებითი საბაგირო, რომლითაც შეუძლიათ ესაგებოს თბილისის მოსახლეობას.